ჩვენ დაგეგმილი გქონდა ეს ეთერი სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ ახლა შეიცვალა ვითარება, ამიტომ მინდა გკითხოთ რა სიტყვით ამ დაკავებებზე თქვენი აზრით, რატომ მოაქცია ერთ ბრიფინგში ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პოლიტიკური ლიდერის დაკავება უსაფრთხოების სამსახურმა, აი ამ მინიშნებებზე, რომელსაც მუდმივად აკეთებენ, აი რა გამოხმაურება გექნებოდა თქვენ? მოგესალმებით დიანა, პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამეორდები სოლიდარობა და მხარდაჭერა ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ოდელავას. მე უწრფელი ვიქნები და გეტყვით საერთოდ ვერ გავიგე, რას ედავებიან ლევან ხაბეიშვილს. პოლიტიკური განცხადების შეზღუდვა უნდა ვინმეს? აქვე ვიტყვი და გამეორდები. ყველა ის სპეცრაზმელი იქნება სუსის თანამშრომელი, რავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი თუ ასე შემდეგ. ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას, რა თქმა უნდა, ის შემდგომში იქნება დაცული, უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. ვინც ქართველების სახეების დალეწვაზე ხელს არ მოაწერს, რა თქმა უნდა, ის იქნება ყველაფრით უზრუნველყოფილი. რა აბსურდია და რა გამოგონილი სერიალი შემოგთავაზა, რაღაც სამ მოქმედებიანი თუ სამ სერიანი, რაღაცა სამი ოპერაცია ჩავატარეთ. სულად გაუგონარი ბრალდებით არიან ადამიანები, პოლიტიკოსები დაჭერილი. როგორც სხვა ყველა პოლიტიკოსი. ქართული ოცნებისთვის ანუ თქვენი აზრით ეს იყო პრევენცია აი ამ რევოლუციის და დამხობაზე, ეს თქვათ მისი განცხადებების გამო და უბრალოდ აი რაღაც კონკრეტული ტელეინტერვიუდან თუ მიმართვიდან ფრაგმენტი ახლა აიღეს სამართლებრივ საფუძვლად, რომელზეც თქვენ ამბობთ და ბევრმა თქვა, რომ არ გამოდგება სამართლებრივ საფუძვლად. მე ვერ გავიგე, სამართლებრივ საფუძვლად კი არა, ვერ გავიგე პოლიტიკური განცხადების გამო ადამიანების დაკავება შესაძლებელი ყოფილა თურმე. ეს არის სრული სიგიჟე. აი იმ ადამიანებმა ვინც დააკავეს დღეს, ვინც არ შეასრულებთ უკანონო დავალებას და ასე ვთქვათ, შეასრულებთ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კი ყველაფრით იქნებით უზრუნველყოფილი. სამსახურის შენარჩუნებით მომავალში ან აღდგენით სამსახურში, მათ შორის პრემიით, ხელფასით და ასე შემდეგ და ფულით და ყველაფრით. ეს არის სიგიჟე, რა ბრალდებაც ეხლა წარმოადგინა იმ სუსის ასე ვთქვათ თუ ვინც არის სპიკერმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი რამ გასმით მინდა ვთქვა. ქართული ოცნება არის კრიზისის ბოლო ფაზაში. ქართულ ოცნებაში შიგნით არის მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მნიშვნელოვანი დაპირისპირება კი არა, დაუნდობელი დაპირისპირება. ერთმანეთს გარდა იმისა, რომ იჭერენ თავპირს ამტვრევენ ყოველ დღე, ცემენ ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროტესტი და ყოველდღიური პროტესტის გაძლიერება. ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, ვინაიდან რეჟიმის ჩამოშლას თუ ჩვენ ვიქნებით პრინციპულები და ერთიანები რეჟიმის წინააღმდეგ თანმიმდევრულ ბრძოლაში, რეჟიმის ჩამოსვლას ღრმად ვარ დარწმუნებული და უკვე შემიძლია მკაფიო და ასე ვთქვათ ღიად ვთქვა. ძალიან ცოტა დარჩა, იმიტომ რომ ივანიშვილი არის აგონიაში. ივანიშვილის გონია, რომ მისმა მარჯვენა მარცხენა თუ არ ვიცი რომელი ხელი და ფეხია, ამ ადამიანებმა უღალატეს, არ ვიცი ეს არის სიმართლე თუ არა, უღალატეს, ინფორმაცია გააქვთ ქვეყნის გარეთ, ინფორმაცია გააქვთ ქვეყნის შიგნით, ბიძინა ივანიშვილი არის სრულიად აგონიაში, მე ამაში ვარ დარწმუნებული. მაგრამ ქართული ოცნების ის გუნდი, რომელიც ახლა ის კრიმინალური გუნდი, რომელიც ახლა მოექცა ხელისუფლების სათავეში, იმ კრიზისში, რა კრიზისშიც ისინი იმყოფებიან, რა დაგეგმილი, რა პროვოკაციის მოწყობა უნდათ და ასე შემდეგ, ეს არავინ არ იცის და არც არის ამაზე, ასე ვთქვათ, დამატებით ყურადღება გასამახვილებელი. ახლა არის მთავარი, რომ ყოველ დღე ვიყოთ ძალიან ბევრი და ყოველთვის ჩვენ ვიყოთ შეურიგებლები. არავის არ ეშინია ამათი დაჭერებისთვის. კი ბატონო, თეგო, ზოგადად თქვენ და კიდევ რამდენიმე პარტია ესე თარიღების დაკიდების იდეისადმი ან ეს გაცხადებისადმი, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ დღეს ვიწყებთ და ვამთავრებთ რაღაც ამ ფორმულირებისადმი სკეპტიკურად იყავით განწყობილი, რამდენად სწორი იყო მაგალითად ასეთი თარიღის და ძირითადად რაღაც რამდენიმე პერსონაზე ამ პასუხისმგებლობის პერსონის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ ეხლა ხაბეიშვილი დაკავება პრინციპში რაღაც ფორმით შეიძლებოდა რომ ევარაუდა მასაც და იმ ადამიანებს, რომლებიც 4 ოქტომბრის რაღაც რევოლუციური ცვლილების დაპირებით გამოდიან. 13 სექტემბერსაც, 27 სექტემბერსაც, 4 ოქტომბერსაც ყოველ დღე უნდა ვიყო ძალიან ბევრი. და როცა
არის და ეს მომენტი დადგება, ქართული ოცნება ჩამოიშლება და ამას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი. ეს არის ძალიან მარტივი. ხელი უნდა შევუწყოთ, რა თქმა უნდა შევუწყოთ ამას ხელს, ვინაიდან ეს რეჟიმი დღეს დგას ძალიან სუსტ ფეხებზე. ეს რეჟიმი ძალიან ყანყალებს. დამეთანხმეთ დიანა, რომ წარმოიდგენდით თქვენ რომ ღარიბაშვილის მარჯვენა ხელს თავდაცვის მეზობლებს თქვენ აგონიათ კალაძე არ არის კორუფციაში ან ირაკლი კობახიძე არ არის კორუფციაში ხელამდე ჩაფლული კორუფციით 20 ბინა აქვს თუ 30 ბინა აქვს ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრს გაფორმებული მისაღებს და ნათესავებს ახლავს ეს საიდან მოვიდა ყველანი არიან კორუფციაში უბრალოდ ეხლა ვიღაცამ ამათმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში და გომელაუს, დილუაშვილის, ღარიბაშვილის, ბურჭულაძეს, ვიღაცა სხვა მაღალი თანამდებობის პირებს დაძდევენ რომ შური იძიონ მათზე, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში. თქვენ გონიათ ირაკლი კობახიძე გაბედავდა ან მამუკა მდინარაძე ბურჭულაძის დაკავებას, ნურას უკაცრავად ეს ბიძინა ივანიშვილის აგონიაში. ფიქრობ თუ არა რომ ეს პროცესი გაჩერდება ამ კონკრეტულ თანამდებობის პირზე, ანუ უფრო მაღლა შეიძლება თუ არა მას ის თქვა ასulis რესურსი ჰქონდეს. უცვლად რო გითხრათ არ მაინტერესებს ქართული ოცნების შიდა გარჩევები. ეს საინტერესოა რახან ამბობთ რომ მთელი ამოცანა პოლიტიკური პროცესის უნდა იყოს რაღაც შიდა რყევებზე ლოდინი რომ თქვა შიგნით პროტესტით გარეთ აქტიურობით და იქ შიდა პროცესები რაღაც ეს სამი რამის კომბინაცია ერთ დღესაც რაღაც ლოგიკურ შედეგამდე მივა სწორედ ამ თქვენივე პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე უნდა იყოს საინტერესო ვფიქრობ. უყურეთ პროტესტი უნდა გაძლიერდეს. კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს. 13 სექტემბერს უნდა ვიყოთ ბევრი. 13 სექტემბერს რამდენი ვიქნებით იქიდან გამომდინარე დაითქმება შემდეგი თარიღი პროტესტის და ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი 3-4 კვირა გველოდება ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში, ვინაიდან ვიცით რომ ქართულ ოცნებას აი ერთადერთი ოცნება აქვს ახლა, მას საქართველოს და მისი გუნდის წევრები კი არ აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს სიტუაციის ნორმალიზება, მაგრამ შესულია მნიშვნელოვნად ცუდ სპირალში. მე არ გამოვრიცხავ რომ პოლიტიკური სხვა პარტიების, ჩვენი პარტიიდან, ჩვენი წევრების ასე შემდეგ, ჩემი სხვების დაპატიმრება და დაჭერა გააგრძელა. მე ამას არ გამოვრიცხავ და ამის კიდევ ერთხელ ვარც არავის არ ეშინია, დღეს ნახეთ ხაბეიშვილის მოწოდება, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიური უნდა იყოს მათ შორის, ჩვენ არც დასაკარგი დრო არ გვაქვს, ვინაიდან ყოველი დღე ქართული ოცნების ამ ანტიქართული რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ კარგავთ ძალიან ბევრს. ჩვენი ქვეყანა თითოეული საქართველოს მოქალაქე ყოველ დღე კარგავს მომავლის და კეთილდღეობის პერსპექტივას. კვირა არ გავა პოლიტიკური ლიდერი ან აქტივისტი არ დააკავონ სისხლის სამართლის მუხლით. ეს ნორმალური მდგომარეობა, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, რა თქმა უნდა, ქართულ ბიძინა ივანიშვილმა ერთის ხვი როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მანამდე იმ გამოგონილი ღალატის კომისიით დაიჭირა ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი, მამუკა, გიორგი ვაშაძე, ოქრუაშვილი, სხვები და არ მინდა გამოვჩეს რომელიმე ზურა ჯაფარიძე დაიჭირა, ესეც გამოგონილი იყო დღეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე, ეს არის გამოგონილი კი არა, აბსურდი რა, ქთამის შეთავაზება საჯაროდ რომელიც 3 თვის წინ გაკეთდა პოლიტიკური შეფასების და განაცხადის გამო, რა ვიცი მე, არსად არიჭერენ ადამიანებს თუ იქ ოპოზიცია და პოლიტიკა საერთოდ არსებობს. ანუ სრული სიგიჟეა, ამიტომ ეს შეიძლება გაგრძელდეს. უბრალოდ ეს დასრულდება უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სრულად ჩამოშლით. ვინაიდან ნორმალიზების გზა უკვე არამხოლოდ ოპოზიციისთვის უკანდასახევი გზა ჩახერგა და მოსპო ბიძინა ივანიშვილმა, არამედ საკუთარი ნაბიჯების უკან გადადგმის შესაძლებლობაც მოისპო. ანუ დატოვა გზა ქუჩაში პროტესტის წინააღმდეგობის და მათი ჩამოშლის ხელშეწყობის. და ბიძინა ივანიშვილი ჩამოიშლება და ამას რაც შვიდობიანი იქნება, ხალვერდოვანი იქნება, კონსტიტუციის ფარგლებში იქნება თუ ასე შემდეგ, მას მოუწევს უკან დახევა. გამორიცხულია. მათ ეხლა ბოლო პერიოდში გადაწყვიტეს, რასაც პოლიციის ძალით და დაჭერებით ვერ ახერხებდნენ, ზონდერები გამოიყვანეს და ქუჩაში დაუპირისპირეს ხალხს. გამორიცხულია, მიიღებენ ძალიან მწვავე პასუხს, მიიღებენ ისეთ პასუხს, რომელიც მათი რეჟიმის ჩამოშლას დააჩქარებს და შეიძლება დარჩენილი იყოს დღეები, შეიძლება კვირებიც, შეიძლება რამოდენიმე თვეც, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. გამორიცხულია, ამიტომ თანმიმდევრული წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი. ყველა ის პოლიტპატიმარი, მათ შორის ლევან ხალბეიშვილი, მურტაზოდელავ არის გასანთავისუფლებელი. ვინაიდან ეს ადამიანები ქმნიან წინააღმდეგობას. ყველა ის სინდისის პატიმარი, რომელიც ციხეშია, სასწრაფო და დაუყოვნებლივ არის გასანთავისუფლებელი. ვინაიდან ეს ადამიანები ქმნიან წინააღმდეგობას. ერთადერთი რისიც ბიძინა ივანიშვილის ეშინია, ეს არის
ყოველდღიური წინააღმდეგობა, რომელსაც ქართული საზოგადოების მხრიდან ის ხედავს და ამჩნევს და აწუხებს, თორე ეგ რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, ეს შეძლებდა სიტუაციის ნორმალიზებას. ის ვერ მოახერხებს. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივიმართო, თუ რამე შერჩა რაციონალური, ვიცი, თვითონ ყობახიძის გუნდის წევრები, აი მისი პარლამენტარები პირად საუბრებში მათ ახლობლებთან საზოგადოების აი მის გუბერნატორ ბიძინა ივანიშვილი შეიშალა. ამასაც კი ამბობენ პარლამენტის წევრები პირდაპირ. ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილი გადაცდა ჭკუიდან. ამ განცხადებებს აკეთებენ, იმიტომ რომ ყველას დაჭერას აუნთებს შინაურის აი ერთერთი პარლამენტის წევრი 2 თვის წინ ვერ წარმოიდგენდა რომ კი ბატონო. ბურჭულაძეს დაიჭერდნენ. ვერ წარმოიდგენთ ამას. ეხლა რომ ყველა ერთხმაში გადაბარგდა და სხვანაირად ლაპარაკობს, თურმე გომელაური უწყობდა ხელს იმას ოპოზიციას. სახე და თავპირი დაალეცა ნოემბერ-დეკემბერში მისმა პრესასმა საქართველოს მოქალაქეებს. ეს სიგიჟეები მოუყვნენ ერთმანეთს და ზუსტად ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილმა ისიც იცის რაზეც საუბრობენ მასზე, მისი ეგრეთ წოდებული გუნდი კი არა მონები ვინც ყავს. ყველაფერი კარგად იცის, აქედან გამომდინარე ეს პროცესი როგორც არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, იმიტომ რომ ზეწოლაც გაძლიერდება, ეს პირდაპირ უნდა ვთქვა პოლიტიკურ პარტიებზე, რეალურ ოპოზიციაზე, რა თქმა უნდა, გაძლიერდება ზეწოლა, ეს მნიშვნელოვანია, ასევე გაძლიერდება პროტესტზე ზეწოლა, ასევე ყველაფერს ეცდებიან რომ საზოგადოება ჩააგდონ ნიჰილიზმში. არა მეგობრებო, ბრძოლა უნდა იყოს თანმიმდევრული. მადლობა თენგო, აღარ გამარჯვებამდე. კი ბატონო, მადლობა თენგო თევზაძე.